ვახ, ეს რა უბედურება, ახალ სკოლაში ბოლო ორ კვირაში რომ მოგიყვანენ. ამას არც კი აქვს მნიშვნელობა თუ ბუფეტში კარგი საკვებია. ასე ამბობს ჟენია. საჭმის გარდა სხვა რამეზე არ ფიქრობ? რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ დაძინებაზე, თამაშზე, შენს კაპრენკვაზე და ასე შემდეგ. და ზინაჩკასთან პაემანზე წასვლაზე. ვინ არის ეს? ზინაჩკა ჟენიას შეყვარებულია. არა, ზინოჩკა არამედ ზინდაია, გაიგე? ბავშვებო, მითხარით, შენ სკოლაში ვინმე მოგწონებია? დაწერეთ კომენტარებში. დადეგით. როგორ ფიქრობთ, ის კეთილია თუ ბოროტი? მოდით გავარკვიოთ. ბავშვებო, არ არის საჭირო. რატომ ხართ ასეთი ფორმალურები? ის ნამდვილად კარგია. მადლობთ, ბატონო ჟენეჩკა, მაგრამ ჩვენ გვიგონა რომ ის გაბრაზების განსახიერება იყო. მოდით მოვიფიქროთ მაგარი, თანამედროვე მისალმება. მოდი მივყვეთ დროს. რამე თანამედროვე გვჭირდება? იქნებ ერთმანეთს თევზი ვესროლოთ ხოლმე. ჩემს სახეს ყეოს აქცევ. მე ჯერ კიდევ მყავს მაღალკლასელები, ჩემი სილამაზით მოსახიბლი. ბოგდან, მომაწოდე შენი დღიური. შეგიძლია? შენ ახლა დაისჯები. ძალიან დიდი ბოდიში, მე უბრალოდ ვიხუმრე. კარგი რა, ბოგდან, რა გჭირს? მე მინდა რომ შენ ახლა 10-იანი დაგიწერო, რადგან კარგი იუმორის გზნობა გაქვს. ხუმრობები ტვინის შესანიშნავი დამამშვიდებელია. სწორედ ის არის, რაც გჭირდება სწავლის პროცესში. რა სიტყვით, რომ სწორედ ასე მივესალმოთ ერთმანეთს? კარგი, ნიკოლ, მე დაგიწერ 10-იანს კარგი იდეისთვის. რა? 10-იანების მიღება ასე მარტივია? მე ერთადერთი ვარ, ვისაც შეფასება არ აქვს. კარგი, ჟენია, ნება მომეცი შენ 10-იანი დაგიწერო, რომ არ გეწყინოს. არ არის პრობლემა. ჰაჰაჰა, ჟენია, შენ ყოველთვის ყველაფერს იღებ სიბრალურის გამო. უბრალოდ გამიმართლა. იქნებ ასე ზინდაიას წამომყვეს პაემანზე. იქნებ გამომივიდეს. იოცნებე. თითქოს ახლა ხან თქვა გამარჯობა და მე უკვე საჭირო ოთახში გასვლა მომინდა. საუბარი, ტუჩებზე მე რძე არ მაქვს რომ ჩემი ნებართვის გარეშე ერთი სიტყვის თქმაც რომ გაბედოთ. გასაგებია ყველასთვის? ასე რომ ამიერიდან, როცა მე აქ შემოვალ, თქვენ ქეთს მოიხრით. ქედის მოხრა? სმენის პრობლემა გაქვს? რაც უფრო ქვევით დაიხრებით, მით უფრო მეტ პატივს ვსემთ, ესე იგი, ამიტომ ასე უნდა გააკეთეოთ. რაც უფრო მეტ პატივს ვსემთ, მით უფრო მეტი შანსია, რომ რამდენიმე დღეში ამ სკოლიდან არ გაგაგდოთ. გაიგეთ? გასაგებია? დიახ, თქვენ აქ არავინ ხართ. მე თქვენზე სრული კონტროლი მაქვს. თქვენ მე მეკუთვნით, იცოდეთ. და გაიგოთ თუ ვინ არის აქ დიდი ბოსი. დიდი ბოსი? აბა კიდევ ერთხელ თქვი? ისე? ეს ანუ დიდი ბოსია, ანუ ის უფროსია. ყველაზე ჭკვიანი ხარ? 2-იანს გიწერ ჟურნალში. რისთვის? მე არ მიყვარს შეპასუხება. ბავშვებო, ეს იქნება ყველაზე საშინელი 2 კვირა ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. კარგი, მაინც აღარ მიწევს სააბაზანოში წასვლა. რატომღაც უკვე მე აქ შარვალში ჩავიფსი. ეს ამაზრზენია. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკოლის სახზე ხართ. ჩვენ ყველას ყავს როგორც კარგი, ასევე ბოროტი მასწავლებლები. დღეს ჩვენ ვაპირებთ გაჩვენოთ როგორ მასწავლებლებს შეხვდებით. ასე რომ ბოროტი მასწავლებელი კეთილის წინააღმდეგ. მოდით წავიდეთ. რიცხვის ლოგარითმი ახალ ფუძეზე უდრის ძველ ფუძეზე მყოფი რიცხვის ლოგარითმს. იყოფა ძველი ფუძის ახალი ფუძის ლოგარითმით. რა? ვერ გაიგეთ ბავშვებო? დიახ, თითქოს ჩემს ტვინს თოლიან ნისკარტს ურტყამს. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა სიტყვა გაუგებარია. ეს იმ სიტუაციას გავს, როცა სუპს მოამზადებ, თუმცა არც ერთი ინგრედიენტი არ ექნება სწორი. ეს ნამდვილი კოშმარია. მე ვერაფერი ვერ გავიგე. რა ვერ გაიგეთ? ნება მომეცით დაგეხმაროთ ამის გაგებაში. ჯობია ვკითხო თუ რა გავიგეთ საერთოდ. და შენ რა გაიგე? ვერაფერი. დიახ, ბავშვებო, საკითხი მართლაც რთულია. სკოლის ბოლო დღეები დაღლილები ხართ და ასე დისკომფორტს გიქმნით მე. მოდი განვიტვირთოთ და რამე საინტერესო ფილმს უყუროთ.
ფილმი? კლასში? სულ ჭკუაზე ხართ? არაფერი არ თქვა, თორემ გადაიფიქრეთ. ახალი გაკვეთილი სახსის მაგივრად? ასაკვირველია, ყურადღებას გაიფანტავთ. ამ ლოგარითმებით არ უნდა გადაგტვირთოთ. ვის სჭირდება ისინი ცხოვრებაში გარდა მათემატიკის მასწავლებლებისა? როგორც ჩანს, ის იდეალური ქალია. მაინტერესებს ნეტა ქმარი თუ ჰყავს. ბოგდან, მე მგონია რომ შენ შანსი არ გაქვს. ვითომ რატო? მართლა კითხულობ ამას? მასწავლებელია და შენ კიდე მოსწავლე. ამასაც ვნახავთ. ხალბატონო, რას აკეთებთ ამაღამ? კრინჯი. მომისმინეთ, ფესვის ლოგარითმი განისაზღვრება როგორც ლოგარითმების გაყოფის სიხშირე, ემდებარე რიცხვი ფესვის მაჩვენებლის მიხედვით. ჩემი თავის ჩიქთალში ახლა შეიძლება საუზმეზე მივირთვათ. რატო? იმიტომ რომ იქ ყველაფერი არეულია. ყველაფერი გასაგებია? მე ვერ გავიგე, გამეორება შეიძლება? მაშინაც კი თუ არაფერი არ გესმით, ეს თქვენი ბრალია და პრობლემა თქვენს თავში უნდა ეძებო. ხო, მაგრამ თქვენ როგორც მასწავლებელი არ უნდა დაგვეხმაროთ ახალი მასალის ათვისებაში? ჩემი საქმეა რომ აგიხსნათ და მე სამინისტროსგან ანაზღაურება ავიღო. ხოლოდ ეს არის ჩემი საქმე. თუ შენ თვითონ უნდა გადამიხადო ხელფასი ლეკვო? ჩემი დამოუკიდებელი სამუშაო ხომ შეგიმოწმებია? საშინელება იყო და როგორც ყოველთვის შენ მიიღე 4-იანი. ასეთი პროგნოზირებადი ხარ. 1840 წელს კი გამოიცა პოეტის ლექსების კრებული. ბოგდან, წყალს სვამ? ბოდიში, უბრალოდ აქ ძალიან ცხელა. ბავშვებო, ეს მართალია. როგორ არის შესაძლებელი მასალის გაგება ასეთ სიცხეში? მოდით დავისვენოთ, ფანჯარა გავაღე. ნიკოლ, ჟენია, თქვენს წყურიათ ალბათ, ხო? კარგი, სულ ცოტათი. ახლავე. ეს ჩემთვის ვიყიდე, მაგრამ შემიძლია რომ თქვენს გაგიზიაროთ. რა? კოკა-კოლა? კლასში? სრულიად უფასოდ? გრძნობ რომ ზეციდან საჩუქარი გვესროლეს. ჩვენ ასე ძალიან გაგვიმართლა. ბავშვებო, ნახავ მოვახერხებ თუ არა რომ დირექტორს ადრე გავაშვებინო თქვენი თავი. ამ სიცხეში სწავლა არ შეიძლება. მოდით გაგაგრილოთ. გონი დღეს ბუფეტში სალატში ნიორი ჩაყარეს. გაჩუნდი, უკეთეს ვენტილატორს ახლა ვერ ვიპოვიდით. აპრილში პოეტმა თავისი ნამუშევრების ნაწილი სამხატვრო აკადემიის საბჭოს შესაფასებლად წარუდგინა. ასე რომ ვერ გავიგე, რა არის ეს სკოლის მერხის უკან? უბრალოდ მწყურია. ცოდნა იმდენად აწყურებს, რომ თითქოს მართლა რაიმე ცოდნა გქონდეს. კლასში დალევის უფლება არ გაქვს. მალე სუნთქვასაც ხომ არ აგვიკრძალავენ? რა ვქნა? კლასში ძალიან ცხელა. მე ვეღარ მოვითმინე. ცხელა? ახლაც ცხელა? ახლა გაგრილებული ხარ? კიდევ ვინმე ცხელა აქ? არა, სულ აღარ ცხელა. ცოტა ცივა კიდეც. მაშინ გავაგრძელოთ. შეგიმჩნევია რომ ბოგდანი ბოლოს თითქმის ყოველთვის სველია? ყოველთვის ან შარვალს ისველებს ხოლმე, ან მათზე რაიმეს ისხავს. ყოველ შემთხვევაში ის ახალია. რატომ არ სთხოვ შენს მასწავლებლებს ამის გამეორებას? სასაცილო იქნება. აბა გავედეთ რამე. მე მას ვეთქვი რომ თქვენ გინდათ რომ მკვდარით აგვიდაუგდოთ მას მერხის ქვეშ. მაგრამ ეს ასე არ არის. ხო, მაგრამ ის აუცილებლად დაიჯერებს ამას. რაღაც პრანკის მსგავს ვაკეთებთ მასწავლებელზე? პრანკს აკეთებთ მასწავლებელზე? ეს მეტის მეტია. ეს არის სწორი. მას შეიძლება ეწყინოს. გოგოები ყოველთვის ანაწყენებთ ხოლმე მასწავლებლებს და ზოგჯერ მიზეზის არ გჭირდებათ. ზედმეს ლაპარაკობ. რა ჭალდაბა ეს აქ საიდან გაჩნდა? მორჩა, საქმე ცუდად გვაქვს. უკაცრავად იქნებ ტუალეტში გასვლა გინდოდათ და თავი ვერ შეიკავეთ? ეს ნამდვილად დამაჯერებელია, ბოგდან. ახლა ჩვენ ნამდვილად ცუდად გვაქვს საქმე. აუცილებლად თქვენ მომიწყვეთ. მე ხუმრებით თუ რა ხდება? ძალიან მწუხარ. არ გაბრაზდე ჩვენზე.
კარგი რა, ეს არ არის დიდი საქმე. ძველი სკოლის საქმეა. როგორ შეგიძლიათ იცხოვროთ უმაღლეს სასწავლებელში ფრანკების გარეშე? ისეთ სასაცილოები იყავით. რა? თქვენ ჩვენ დირექტორთანაც არ წაგვიყვან? რისთვის? ამ უწყინარი ხუმრობისთვის? ნუ იქნები სასაცილო. ამოიღეთ სავარჯიშო რვეულები და დავიწყოთ გაკვეთილი. შოქში ვარ. მართალი გითხრათ, არც ისე საინტერესოა. გეთახმები, მეგონა რომ ის ძალიან გვიყვირებდა. ასე რომ ზოოპარკო, გეუბნებით, თქვენი სახელები მე აღარ მახსოვს და არც გვარები, ასე რომ მე ყველა ზედმეტ სახელებს შეგართმევთ. მეტსახელები? მაგრამ ეს არ არის სწორი. არ ხარ ბედნიერი? საერთოდ რატომ ხარ აქ? მე მივდივარ სამსახურში, გაძლევთ ცოდნას და ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილოები ხართ თქვენ. დაჯექით, 5 წუთით გავალ. იცოდეთ რომ მალე დავბრუნდები. ის ისეთი ბოროტია. ბოგდან, დაუდე მას ჭიკარტი. რა ჯანდაბა ეს? მე გაგანადგურებთ სპილო, ენოტო და თახვო. რა? ვის ელაპარაკობს? ეს არის თქვენი მეტსახელები. ახლა და სამუდამოდ თქვენ ვერასოდეს ჩააბარებთ ჩემს გამოცდას. გასაგებია? ეს ცუდი მეტსახელებია, მაგრამ რომელი ჩვენგანი რომელია? ისე შენ სპილო ხარ მგონი. ნიკოლი სნოტია. შენ კი თახვი ხარ. ძალიან დამყალე უკვე. კარგი რა. ეს უბრალოდ ხუმრობაა და თქვენ უკვე შეურაცხყოფას გვაყენებთ. თქვენ გეკნებათ ყველაზე დიდი საშინაო დავალება სკოლის ისტორიაში. თელ მსოფლიოში ყველაზე დიდი დავალება და აბა გაბედეთ რომ არ გააკეთოთ რომელიმე. ჩვენ საქმე ცუდად გვაქვს. მაგრამ დაინახე როგორ ახტა? ეს ამათ ღირდა. მართლა ღირდა თახვო? არა სნოტო? ასე რომ თავი დამანებეთ. თქვენ ყოველთვის პრობლემები მოგაქვთ ხოლმე. კარგი ბავშვებო, მოდით შევამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება დღეს. ყველამ გააკეთეთ, ხო? რას გულისხმობთ საშინაო დავალებაში? ახლა ჩვენ საქმე ცუდად გვაქვს. შენც არ გააკეთე? მე მეგონა შენგან გადავიწერდი. დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავიწეროთ. ჩვენ ახლა აუცილებლად მივიღებთ ორიანს, ან უარესი. შობლებს დაიბარებენ. რატომ არის უარესი თუ დედა შენს დაურეკავენ? რატომ და? მისი პომადა ძაღლს ვაჭამე, რომ ზაღლის განავალი გაწითლებულიყო. თუ კიდევ ერთი გადაცდენა მექნება, მე იგი მთელი კვირა დამსჯის. მოდი უთხრათ და იქნებ გვაპატიოს. კარგი, მასწავლებელი არ გაპატიებს. ეს ძალიან მეტისმეტია. ბავშვებო, ნუ იქნებით ასეთი შეშინებულები. გაგიჭირდათ ამ დავალების შესრულება? მე გამიჭირდა. სირთულე ის არის, რომ მე ეს არ გამიკეთებია. არა უშავს შენია, არი ნერვიულო. ჩვენ ამას ერთად მოვაგვარებთ, მაგრამ კარგია რომ სიმართლე მითხარი. მე დაგიწერ 10 ქულას გულწრფელობისთვის. ეს არის პრობლემა. მართალი გითხრათ, მეც არ დამიწერია. ვერ მოახერხე. არაფერი არ მიწერია. არა უშავს, გულწრფელობისთვის შენ 10 ქულას მიიღებ. და მე არც არაფერი გამიკეთებია და არც ვაპირებდი. არც ვიცოდი რომ რამე დასაწერი გქონდა და არც ვაპირებდი ამის გარკვევას. ეს სუდია ბოგდან. სხვებმა ვერ მოახერხეს და შენ არც კი ეცადე. ყველაზე ცუდად მოიქეცი. არ მინდოდა, მაგრამ ორიანი უნდა დაგიწერო. რას გულისხმობთ? აბა გულწრფელობისთვის 10-იანი შეცპიერო ბავშვო, გინდოდა კარგი შეფასება? კეთილი მასწავლებელი ვარ და არა სულელი. მე ორიანს გიწერ. ეს რა რაღაც ხუმრობაა? ზოგადად ხუმრობა მიყვარს. კარგი, ასე რომ საშინაო დავალების შემოწმება. იმედი მაქვს ყველა სურს ცხოვრება. სპილოს ნოტო და თახვო. ყველამ დაწერეთ? დავწერეთ. ზოგადად მარტივი დავალებები იყო. დავალებები უმაღლესი დონისაა. ყოველთვის ვაკეთებდი. სასეირნო წასვლის ნაცვლად. აბა ვნახოთ რა დაწერეთ. ყოველთვის შეცდომებს უშვებთ და ქათმები ვიწერთ ხოლმე. იქნებ არ უნდა შევამოწმოთ? და მართლაც, რატომ შევამოწმოთ? ყველაფერი უკვე დასაგებია. ჩემს მოტყუებას ვცდილობთ? არა მარტო არაფერი გაგიკეთებიათ, არამედ მატყუებთ კიდეც. ეს მიუღებელია. ყველა უნდა დაგსაჯოთ. აბსოლუტურად ყველას მოგიწევთ სასჯელი. თხოვთ, არ გააკეთოთ ეს. დიახ, გავაკეთებ. გადაშალეთ რეურები და დაწერეთ წინადადება. არ უნდა მოვიტყუო. სანამ ამ წინადადებით 9 გვერდს არ აავსებთ, აქედან არავინ წავა. ეს თქვენი სასჯელია და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. რაიმე შეკითხვა გააქვთ? დიახ, 9 გვერდზე რატომ წერთ? რადგან
ჯოჯოხეთის 9 წრე არსებობს. ვფიქრობ ამიერიდან ყოველთვის შევასრულებ საშინაო დავალებას. ეს უეჭველია. ის მართლა ძალიან ცუდი მასწავლებელია. ნუ მესმის მაქედან ლაპარაკი. თორემ თქვენს წრეს პირად მე-10 წრეს დავამატებ. გაჩუმდით ახლავე. ყველგან შეგიძლია რომ იპოვო სიმსუბუქე. ყველაფერში არის ერთგვარი სიმსუბუქე და ის გადაეცემა ადამიანს. გასაგებია? კარგი რა. ნიკოლ, რა მოხდა? ალბათ გაგახსენდა რომ მასუები არ იცი და კარნახის წერა არ შეგიძლია. ბავშვებო, ჩუმად იყავით. მე შეცდომა დაუშვი. სრულიად შემთხვევით. ნიკოლ, არ ინერვიულო. მე გამოვასწორებ შენს და ბავშვების შეცდომებს. მე დაგიწერთ კარგ შეფასებებს. თქვენ კი უბრალოდ გადახედეთ იმ ადგილებს, სადაც შეცდომები დაუშვით. და ამას აღარ გააკეთებთ. თავარი ხომ დასკვნების გამოტანაა. ასე რომ არც ერთმა არ უნდა ინერვიულოთ. საერთოდ არ იქნება შეფასებები? მაქსიმალურ ქულებს დაგიწერთ. და თქვენ ჩვენს შეცდომებს გაასწორებთ? დიახ. ვფიქრობ რომ სიზმარში ვარ და იდეალურ სკოლაში ვარ. იფურთხება. ჯანდაბა, ჩემზე არა. ჩვენ უნდა წავიდეთ პარკში ან ტყეში, რომ გავაგრძელოთ ზამთრის ზღაპრების სილამაზით ტკბობა. ზამთარში მიწაზე ყველაფერი თოვლით იფარება. რა ჯანდაბაა ეს? ისევ შეცდომა დაუშვი შემთხვევით. შეცდომები არასდროს არის შემთხვევითი. შეცდომას შემთხვევით ვერ დაუშვებდი. მაგრამ რაც ნამდვილად შემთხვევითია, ის არის რომ შენ ჯერ არ გაუგდიხარ ამ სკოლიდან. სად გავაგზავნო ჩემი კარნახი ახლა? სად და შენ სახალრეულში. როგორ დავწერო ის რაც უკვე მიკარნახეთ? მეხსიერებიდან. ეს მკაცრია. აქ არის სპილო რომ გაიხსენოს და დაგეხმაროს. არა? საქმე ცუდად გვაქვს. ჰეი, რატომ ჭამდა ჩვენ არ გვიყო? რას კითხულობ? ბოგდანი არასოდეს ყოფს თავის საჭმელს. ხელა კონდეს საკუთარ ბოგდან, რა ხდება? ავად ხარ თუ რამე დაგემართა? გონი ახლა მას რაღაც ჭირს. ის სიხარბით არის დაავადებული. საწყალი ბიჭი, ის საერთოდ არ არის კარგად. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ იგი. ღმერთო ჩემო. გადარჩენილია. კარგი ბავშვებო, კიდევ ცოტა ჩაი უნდა მოვიტანოთ. ცხელი ჩაი უნდა მოვიტანოთ. კარგი ბოგდან, აი ჩაი ლიმონით. აი ბავშვებო, თქვენც დალიეთ ჩაი. ნერვიულობისგან დამშვიდდებით. როგორ დავრჩე მე ამ ყველაფრის შემდეგ სკოლაში? მართალია, სასწრაფოდ გჭირდება საწოლზე დაისვენო. აუცილებლად უნდა დაისვენო. შენ გაიქეცი სახლში. მე დაურეკავ დედაშენს და ვეთყვი რომ ადრე გიშვებ. ნიკოლ, ამას უყურე რასაკეთებს. სინდისი საერთოდ არ აქვს. მეც მინდა რომ სახლში წავიდე. დიახ, მირჩევნია გემრიელი კერძები ვჭამო და მულტფილმებს უყურო, ვიდრე მოწყენილი ვიყო. მე მაქვს გეგმა. ამყევი თამაში. რა? ბოდიში, ისევ ყელავდი ბოგდანზე რომ ძალიან მძიმე თავის ტკივილი დამეწყო. და მეც მაქვს სიცხე, ვიწვევი. ალბათ 38 მექნება სიცხე. კარგი ბავშვებო, სკოლა მოიცდის. თავარია თქვენი ჯანმრთელობა. დიახ, ყველას გიშვებთ სახლში. გაიქეცით და გამოჯანმრთელდით. ნახვამდის ყველას. აბა კარგად. ნახვამდის. წარმატებები. რა ხდება ბოგდან? რატომ ავრცელებ მიკრობებს აქ მთელ კლასში? მე მგონი ავადავარ. გონი არც მეუგზნობ თავს კარგად. რატომ არ გინდათ რომ სახლში გაგვიშვათ? წავალთ და გამოჯანმრთელდებით. თორემ ასე სხვებსაც გადავდებთ რამეს. რომელ სახლში?
ეს გინდათ თქვენ, ხო? მე ჩემს დროს სკოლაში, თოლში და ქარიშხალში დავდიოდი. 40 სიცხით კი 20 კილომეტრს გავდიოდი ფეხი. ერთხელ კი მშიერით ხის ხროვა დამესხა თავს. გავიმარჯვე და მერე სკოლაში დავბრუნდი. გაიკეთე ახლავე პირბადე და იჯექი აქ. ისე პირბადე არ მაქვს. რამეს მოვიფიქრებთ? მოიცადე ერთი წუთი? მოიცადე. აბა რა იყოთ? კიდე ვინმე არის ავად? მე ნამდვილად არა. დიახ, მე თავს შესანიშნავად გრძნობ. შეხედე როგორ მაშინვე გამოჯამრთელდნენ. თქვენ ყველაზე ცუდი კლასი ხართ. ყველაზე საშინელები. ისე თითქმის იგივე როგორც ყოველთვის. შუადღე მშვიდობისა ბავშვებო. მაპატიეთ დაგვიანებისთვის. ბებიაჩემი ქუჩის გადაღმა უნდა გადამეყვანა და მერე მასთან ერთად წავედი ხიდან კნუტის ჩამოსაყვანად. არაფერია, არ დაგიგვიანია. ჩვენ ადრე დავიწყეთ. ასე რომ სანერვიულო არაფერი არ გაქვს. ისე შეგვიძლია რომ ჩვენ დავისვენოთ და 10 წუთში ისევ გავაგზელოთ. აბა დრო რისთვის გვაქვს? ეს რა ხუმრობაა? ხოთ მაპატიეთ დაგვიანებისთვის. სკოლაში მორბოდი. დავეცი და მკლავი გამილურჯდა და ეგთან ვიყავი. დაჯექი ახლავე შემატყუარა. ახლა გაკვეთილს დასვენების გარეშე გავაგზელებთ. დასვენების გარეშე? თქვენ იმაზე მეტი დაისვენეთ, ვიდრე გჭირდებოდათ. შეგიძლიათ თახს მადლობა გადაუხადოთ. მე არ ვარ თახვი, მე ჟენია ვარ. მადლობა ჟენოჩკა. ახლა მე აუცილებლად გავგიჟდები. გაგიჟდები? იმაზე მეტად ვიდრე მე? ამაზე მეტი საერთოდ არსებობს? როცა თქვენ ორს გიყურებთ, სამწუხაროდ უხდები რომ არსებობს. 3 2 1 0 თქვენ მისტიკოლის არხზე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და გადაგავიწყდეთ და ლაიქება. კარგად. ბუჰუ!